ამ წუთებში ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს ხდომა მიმდინარეობს, ის რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ნათია ქენგაძე იმყოფება პარტიის ოფისთან. ნათია, რა საკითხებს განიხილავს მმართველი გუნდი? მარიამ, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ხდომაზე მიმდინარე საკითხებზე და ასევე პარლამენტში შესულ კანონპროექტების გარდა მთავარი თემა, რომელიც განიხილება იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა საარჩევნო კოდექსის შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ახლა იწყებენ ამ საკითხის მსჯელობას, ამიტომ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს და ვერც იმაზე საუბრობენ. შეიძლება თუ არა მიიღოს უმრავლესობის მხარდაჭერა ამ ინიციატივამ, მათით ისინი აცხადებენ, რომ აუცილებელი არის გარკვეული ცვლილებების შეტანა მომავალ არჩევნებამდე საარჩევნო კოდექსში, თუმცა როგორი უნდა იყოს ეს ცვლილებები და დაემთხოვა თუ არა მათი იდეები არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, ეს ალბათ უფრო პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ამაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ცოტა ძნელად წარმოსადგენი არის ამ იდეამ მიიღოს მხარდაჭერა განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატებისგან. ის რომ ჩვენ წავალთ რაღაცნაირად გამსხვილებაზე მაჟორიტარული ოლქის ამ ეტაპზე, ეს ფაქტია, ეს გადაწყვეტილება პრინციპში ყველასთვის მისაღებია, ჩვენთვისაც, მმართველი გუნდისთვისაც. საომავლოდ რა იქნება, ამაზე ჯერ არ შევთანხმებულ ვართ. მაგრამ ცვლილებები იქნება აუცილებლად ისე, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესი იყოს გათვალისწინებული. ჩვენ პოლიტსაბჭოს ფორმატში სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებს ვიხილავთ, უფრო მეტად ეს მიმდინარე სასესიო პერიოდში მისაღებ გადაწყვეტილებებს ეხება, მაგრამ ცენტრალური საკითხი, რაზეც დღეს ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიმსჯელოთ, არის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ, რომ გარკვეულად ეს შესაბამისობა საკანონმდებლობაში მოვიდეს. პოლიტსაბჭოს პირადად პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ჩვენთვის უცნობი არის გააკეთებს თუ არა მთავრობის მეთაური ამ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსებს თუ არა საკუთარ პოზიციას, თუმცა დეპუტატების შეფასებები და ჩვენთვის გახდება პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ცნობილი და ასევე გავიგებთ მიიღებს თუ არა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა. მადლობა ნათია ქენგაძე საუბრობდა კოალიცია ქართული ოცნების ოფისიდან პირდაპირ ეთერში.